გაიშიფრა როგორ ახერხებენ რუსები ფრონტის ცალკეულ მონაკვეთზე მის გარღვევას. გერასიმოვმა პრაქტიკულად აღიარა ზაფხულის კამპანიის ჩავარდნა, რა ვითარებაა სუმში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენ ისევ ჩაგვერთვება უკრაინის შერაღებული ძალების ქართველი მებრძოლი ირაკლი ანდრონიკაშვილი და ეპიზოდის ბოლოში ჩვენ უკვე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიკრიბა ჩინეთში ახალი გეოპოლიტიკური ცენტრი. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი, დღეს 3 სექტემბერია 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1299 დღე გავიდა, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. დავიწყებ მადლობით ყველას, ვინც აქტიურად უყურებს არხს, ჩემს გამომწერებს, მადლობა ვინც დონაციას ეწევა. შეგახსენებთ, ვისაც დონაციის სრული გაქვთ ხარწერაში ანგარიშის ნომერი ამიტებული, თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ის დროა გამოიწეროთ და ლაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მაშინ ასე, რუსი Z-ბლოგერების, Z-პატრიოტების, ასე ვთქვათ, გავრცელებული ინფორმაციაზე დაკვირვებით, ასევე კადრებზე დაკვირვებით, რომლებსაც ისინი ავრცელებენ და უკრაინელების ხელში ჩავარდნილი რუსი ტყვეების მონაყოლის შედეგად ამის ანალიზის საფუძველზე გაიშიფრა სქემა, როგორ ახერხებს ცალკეულ მონაკვეთზე 10-12 კილომეტრიან გარღვევებს რუსული არმია. ჩვენ თუ კი რუკაზე დავხედავთ, ცალკეულ მონაკვეთებში ვნახავთ პატარა შეჭრებს ფრონტის ხაზზე. ესე იგი, სქემა ასეთი არის. 2-3 ადამიანისგან შემდგარი რუსული დანაყოფი და 2-3-ს ეს უბრალოდ სიტყვის მასალად არ ხმარობ, უკვალოდ 2-3 კაცი ცდილობს რუსების კონტროლებადი ტერიტორიიდან ნაცრისფერი ზონის კიდეზე გასვლას. ნაცრისფერი ზონა არის ადგილი, რომელსაც ფრონტის ხაზზე ვერც რუსები და ვერც უკრაინელები ვერ აკონტროლებენ. ეს არის გაუდაბურებული ნანგრევები, ნასოფლარები, ნაქალაქარები, რომლის კიდეზეც, ანუ უკრაინულ კონტროლთან ახლოს მისვლას ცდილობენ ეს 2-3 კაციანი დაჯგუფებები და იქ არსებულ ნანგრევებში, სარდაფებში აფარებენ თავს და ეგრეთ წოდებული მძინარე აქტივი ხდება. ამის შემდეგ უკვე ელოდებიან სხვა ნაწილს მოიერიშეების, ისევ ასე 2-3 კაციანი დაჯგუფებებით ერთმანეთს დაახლოებით 1 კვირიდან 10 დღემდე ელოდებიან და შემდეგ, როდესაც შეგროვდებიან საკმარისი რაოდენობით, უკვე იწყებენ შტურმს. აქ მთავარი კითხვა იყო, როგორ შეუძლიათ მათ მიძინებულ აქტივად ყოფნა, რა სჭამენ, რა სვამენ და აქ ასე ვთქვათ 3 ვერსია გამოიკვეთა. პირველი ვერსია ასე გამოიყურება, როდესაც პირველი 2-3 კაციანი ჯგუფი მიდის, მათ შეერაღებაში პრაქტიკულად არაფერი აქვთ, გარდა რაღაც ერთი ავტომატის ან ტყვიამფროვის ან ყუმბარდხორცნის და ძირითადად სწორედ საკვებით და სასმელი წყლით დატვირთულები მიდიან. შემდეგი ჯგუფი, რომელიც აქ მიდის, მას პროცენტულად მეტი შეერაღება აქვს და ნაკლები საკვები და ასე შემდეგ და ბოლო ჯგუფს ყველაზე მეტი შეერაღება აქვს და საჭმელ სასმელი პრაქტიკულად არ აქვს და ასე ელოდებიან ერთმანეთს და ასე ძლებენ ისინი. თუმცა არის მეორე სქემაც, ის რომ 2-3 კაციანი ჯგუფი ცდილობს ამ ნაცრისფერი ზონის ბოლოში გასვლას, ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი წარმატებით ახერხებს ამას და ხშირ შემთხვევაში ეს ჯაჭვი წყდება და ამ შემთხვევაში უკვე მეორე მეთოდზე გადადიან, განსაკუთრებით იქ, სადაც ნასოფლარები არის და ბევრი მიტოვებული უკრაინული სახლია. ამ შემთხვევაში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული რუსები უკვე სოფლებში გადიან და სარდაფებში ეძებენ ზამთრის კონსერვებს, ასე ვთქვათ, რომელსაც უკრაინის აღმოსავლეთში სოფლებში ძალიან პოპულარულია და ხშირად ინახავენ ხოლმე სარდაფებში და სწორედ ამის მოპოვებას ცდილობენ და ეს ის შემთხვევა, როცა ყველაზე ხშირად ვარდებიან ტყვედ და მერე უკვე ამ ყველაფერს, როგორც გითხარით, აი ტყვეების მოყოლიზე დაყრდნობით აღადგინეს ეს რეალობა. და მესამე ვერსია არის, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატები დრონებით ახდენენ აი ამ 2-3 კაციან მიძინებულ აქტივთან, ასე ვთქვათ, საკვების და წყლის მიწოდებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივი პროცესი არის, როგორც ვთქვით, ყოველთვის ვერ ახერხებენ ეს 2-3 კაციანი დაჯგუფებები დანიშნულების ადგილზე მისვლას, შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი გზაში იკარგებიან, ან უკრაინული დრონების მსხვერპლი ხდებიან, ან ტყვედ ვარდებიან და სწორედ ამიტომ ის შემთხვევებიც კი, რომელიც ვთქვათ, წარმატებით სრულდება და მთელი დაჯგუფება აახერხებს თავმოყრას ერთად, ისინი პრაქტიკულად გამოფიტულები არიან, ნაკლებად ბრძოლის უნარიანები და ამიტომ ხშირ შემთხვევაში წარუმატებელი არის ხოლმე ეს ცდელობა, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე ჩვენ ნახეთ, რომ აი ამ მეთოდით რუსებმა მოახერხეს 10-12 კილომეტრის
სიღრმეში ცალკეულ მონაკვეთებზე ფრონტის გარღვევა. თუმცა აი ეს ფრონტის გარღვევაც ძირითადად იმ მონაკვეთებზე არის ხოლმე შესაძლებელი, სადაც უკრაინას ცოცხალი ძალა აკლია, იმიტომ რომ ხშირია ასევე შემთხვევები, როგორც მათ შორის უკრაინელი ანალიტიკოსები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაახლოებით 7-10 კაცამდე უკრაინელს უწევს ხოლმე რამდენიმე კილომეტრიანი ზონის დაცვა, რადგან უკრაინის არმიაში შეინიშნება სწორედ ეს ადამიანური რესურსის ნაკლებობა. თუმცა მიუხედავად ამისა, საზაფხულო კამპანია პრაქტიკულად მაინც ჩავარდნილია და წარუმატებელი არის, რადგან ვერცეთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. და ეს პრაქტიკულად ირიბად აღიარა გერასიმოვმაც, გენერალური შტაბის უფროსმაც, როდესაც პუტინის წინაშე რაღაცა მოხსენებას აკეთებდა, რადგან აჯამებდა ზაფხულის კამპანიას და არც ერთხელ არ უხსენებია მიზნები, რომელიც ამ საზაფხულო კამპანიას ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა, რომ ამ მიზნებს მივაღწიეთო. იმიტომ არ ახსენებდა, რომ არ მიუღწევიათ არც ერთი მიზნისთვის, მიზნები კი შემდეგი იყო შეგახსენებთ, 40 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა უკრაინის საზღვრის შიგნით, დონეცკის ოლქის საზღვარზე გასვლა, დონეცკის სრული ოკუპაცია და ასე ვთქვათ, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქში რაც შეიძლება მაქსიმალურად წინ წაწევა. არც ერთი ეს მიზანი არ დაასახელა და დაიწყო ზოგადი ციფრებით манипуляция. ესე იგი, გერასიმოვი ამტკიცებს, რომ ლუჰანსკის 99.70% აქვთ დაკავებული, დონეცკის 79%, ზაპოროჟიეს 74%, ხერსონის 74%, ხოლო ხერსონის 76%, ხოლო სუმში 210 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს და 13 დასახლებული პუნქტი. თუმცა აი აქ არის ერთი ნიუანსი. როგორც პუტინს უყვარს ხოლმე თქმა, სანამ სუმზე გავაკეთებდე აქცენტს, რაც შეეხება დონეცკს, ლუჰანსკს, ზაპოროჟიეს და ხერსონს, ეს მონაცემები პრაქტიკულად ბოლო 1 წლის შემდეგ არ განახლებულა. ლუჰანსკი მალევე სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პრაქტიკულად სრულად დაიკავეს. დონეცკზე კი გასაგებად გამაგრებულები არიან იმ ფრონტზე, რომელიც კიდევ 2014 წლიდან არის მოყოლებული, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს დეოკუპაციის შემდეგ, როდესაც დნიპრის მარცხენა სანაპიროზე გადმოდევნეს რუსები უკრაინელებმა, მას შემდეგ პრაქტიკულად გაყინულია იქ ფრონტი და წინსვლა ვერ ხერხდება. ახლა რომ დაუბრუნდეთ სუმს, რაში იტყუება გერასიმოვი? დიახ, ამ დროისთვის 210 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ და 13 დასახლებული პუნქტიც აქვთ კონტროლქვეშ, თუმცა როდესაც საზაფხულო კამპანია დაიწყო, გაცილებით მეტს მიაღწიეს პირველადი გარღვევით და დაახლოებით 2-ჯერ მეტი იყო და ამის შემდეგ უკრაინელებმა მოახერხეს მათი უკუგდება. ამის ხსენება რატომღაც დაავიწყდა გერასიმოვს. სანამ დონეცკზე და ვთქვათ ზაპოროჟიეს მმართველობაზე გადავიდოდე, როგორც თავშივე გითხარით, ჩაგვერთვება ახლა ირაკლი ადრონიკაშვილი, უკრაინის შერაღებული ძალების ქართველი მებრძოლი და ის მეც ისაუბრებს სუმში არსებულ მდგომარეობაზე. გამარჯობა ირაკლი, მიხარია ისე ჩვენთან რო ხარ, დიდი ხანია არ ყოფილხარ, როგორ ხარ, რა ხდება შენსკენ? არავის მადლობა. და დაღლილი ცოტა გაწყიორებული, მაგრამ ეხლა ცივი. ომია. გერასიმოვმა დიდ მოხსენებაზე თქვა, რომ სუმში 210 კვადრატული კილომეტრი დავიკავეთო და 13 დასახლებული პუნქტი თუ სწორად მახსოვს ასე თქვა და რა სიტყვება გერასიმოვი რო გითხრა? დავიწყოთ იმით, რომ 210 კვადრატული კილომეტრი არის, ასე ვთქვათ, მასშტაბით რო წარმოვიდგინოთ, არის რაღაც 20 კილომეტრი 10 კილომეტრზე. ანუ ეს არის გარკვეული საზღვრის პირა მონაკვეთები. ანუ რეალურად ხო რამდენიმე სოფელი რა. ამ სოფლების უმეტესობა, ასე ვთქვათ, დაცარიელებული იყო ჯერ კიდევ ომამდე. და ბევრი კიდევ ესეთი სოფელია, რომელიც ეხლა პრაქტიკულად ცარიელია იქ მოსახლეობა არ ცხოვრობს, იმიტომ რომ რუსეთიდან 5 და 4 კილომეტრში ყოფნა არაკომფორტულია ნამდვილად ომის დაწყების ფართო მასშტაბიანი შემოტევის პირველი დღიდან კი არა და მანამდეც კი ხალხიერიდებოდა იქ. ორივეც იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი. ასე ვთქვათ, ეს არის უსუსური მცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად გაამართლონ სრულიად ჩაფლავებული სუმის ოპერაცია.
თუმცა გარდა ამისა მას დაავიწყდა ეხსენებინა რომ უფრო მეტი ქონდათ პირველ ეტაპზე დაკავებული და შემდეგ უკრაინულმა ძალებმა ასე ვთქვათ მოიგერიეს და უკუაგდეს ამაზეც რო გითხრა კი საერთაშორისო ომი რო დაიწყო ანუ ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეებში პირველ კვირებში რუსები საკმაოდ ახლოს იყვნენ ქალაქთან და რომ არა ესე იგი უკრაინის შეერაგებული ძალების და განსაკუთრებით ტერიტორიული თავდაცვის და თვითონ ქალაქის მოსახლეობის შეგვიძლია თამამად თქვა გმირული თავგანწირვა ალბათ ქალაქს აიღებდნენ ისე როგორც აიღეს ხერსონი და მერე ძალიან გაჭირდებოდა მისი აღება მაგრამ ისეთი მედგარი წინააღმდეგობა დახვდათ ქალაქის შემოგარენში პატარ-პატარა სოფლებში და პატარ-პატარა დაბებში რომ დიდი დანაკარგებით დაიხიეს უკან ვინც არ იცის სუმის ოლქი არის ძალიან ლამაზი ადგილებია არის უამრავი ტყე უამრავი მცირე და საშუალო ზომის მდინარე ტბები რთული ლანდშაფტია საკმაოდ ანუ რუსები ვერ იყენებდნენ ვერც ავიაციას სათანადოდ ვერც ჯავშან ტექნიკას იმიტომ რომ ეს არის იდეალური ადგილები პარტიზანული ბრძოლებისთვის შესაბამისად ისინი უკუაგდეს და იმის მას შემდეგ მათ ჰქონდათ ეს გენერალური გეგმა სუმის აღების მთლიანად ამ გეგმის განხორციელებას ისინი აპირებდნენ ჯერ კიდევ 1 წლის წინ მაგრამ უკრაინელების ძალიან გაბედულმა ოპერაციამ კურსკში ძალიან გაბედულმა ოპერაციებმა კრასნოპილეს მხრიდან შემოჭრამ ბელოპილეს მხრიდან შემოჭრამ ამ წოტკინოს აღებამ არმიის რუსებს ესეთი ორგანიზებული და გამართული შემოჭრა ეწარმოებინათ ეს იყო ესეთი მკბენავე ოპერაციები ფლანგებიდან რომელიც მუდმივად ურევდა რუსებს გენერალურ გეგმას და იქიდან გამომდინარე რომ რუსების გენშტაბი გერასიმოვის დამადობით საკმაოდ მოუქნელია გადაწყვეტილებების მიღებისას არანაირი ორგანიზებული ვთქვათ ეს შეტევა აღარ გამოუვიდა შესაბამისად ეხლა თავს იწყნარებენ იმით რომ აი 11 სოფელი ჩვენ ხელშია და რაღაც 200 კილომეტრი 200 კვადრატული კილომეტრი ჩვენ ხელშია ეს ახლა შემოყევი იდეაში 3 წლის ნახევრის წინ დაიწყო ხო თუმცა ეხლა საზაფხულო კამპანიის დროს პირველ ეტაპზე მე მახსოვსო ცოტა უფრო სიღრმეში იყვნენ შემოსული და მერე უკან დახევა მოხერხდა ხო იყო რა მომენტი როდესაც ქალაქიდან იყვნენ აი მაგათი მაქსიმალურად მოახლოვება ქალაქ სუმთან იყო 22 კილომეტრი და რაღაც ცალკეული FPV დრონები ოპტიკურ პოჭკოებზე აღწევდნენ ქალაქის შემოგარენს სავით რამდენიმე სამხედრო და ერთი სხვადასხვა სამოქალაქო სამარშრუტო ავტობუსი ააფეთქეს ესე იგი სუმი ბელოპილიას დაზე ლანცეტი ესროლეს და ასე როგორც გახსოვთ ესე იგი 11 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. გარდა მაგისა რომ მიხვდეთ ესე იგი სუმში აი 24 საათიდან ესე დაახლოებით 18 საათი არის საჰაერო განგაში. აქ არის მსხვილი მარკეტი ეპიცენტრი. სამშენებლოც არის ონერ საკონელი იყიდება და უბრალოდ ესე დაგვერებული ვარ აი შევდივარ თუ არა ეპიცენტრში ერთი დახლია აი დახთა რომ ვიდივარ ყოველთვის იწყება საჰაერო განგაში ეს უკვე ანეკდოტივით არის რომ იმედი ახლოს არის თავშესაფარი მეთქი მივალ ამ დახთა და დაიწყება განგაში და ეგრე აგიხსნეს ყველაფერი ცხოვრებაში და ეს უკვე ქალაქის სამწუხარო ის გახდა უკვე რეალობა და ნუ ადგილობრივები მუშაობენ ჩვეულებრივად ახლა ქუჩაში ვარ გაჩერებული დადიან ბავშვები
თალები, მიდის მუშაობა, მაღაზიები, რესტორნები, რა ვიცი, ეკლესიები. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ცხოვრობს, იმიტომ რომ აი ომის უკან შეიჩვია ქალაქი ასე. ცხოვრობს ამ ქალაქში, რა, ისევე როგორც უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში, რა. ზოგადად ოლქში სიტუაცია არის თუ იგრძნობა რაღაცა განსაკუთრებული აი იქიდან გამომდინარე რომ იყვნენ შემოსულები ხა უკუაგდეს ანუ სუმზე უარი არ უთქვამთ ზოგადად რა სიტუაცია არის სუმის ფრონტის მიმართულებით ასე ვთქვათ რამდენად სტაბილურია ის აბსოლუტურად სტაბილურია უფრო მეტიც ესე იგი რუსების ყველა მცდელობა რომ უკრაინელები თავისი ტერიტორიიდან გამოაძევონ იგივე წოტკინოდან უშედეგოა ამ წოტკინოს ნაწილს ისე ჩვენი მხარე აკონტროლებს ტბებიან მაგრამ ვერაფერს აწყობენ და ნუ რა შეიძლება უკვე აღნიშნე რომ ცხოვრება იდის თავისი ჩვეული რიტმით ერთადერთი რაც აი ახალ ჩამოსულს ეგრევე მოხდება თვალში ეს არის სამხედროების და სამხედრო მანქანების რა თქმა უნდა დიდი ოდენობა ქალაქში ის სამხედროებიც კი ვინც სამოქალაქო დასასრულით მოძრაობენ როგორც ჩვენთან იყვნენ გუდელი ჭილობშიც იცნობაო რაღაცის გამართულ სიარულზე და სხვანაირ გამოხედვაზე ამბეჭებსაც ეთყობათ რომ სამხედროები არიან ხო სხვა რა ვიცი აი რომ მიხვდებ სიტუაციას სუმში და ზოგადად უკრაინაში პროდუქტებზე მაგალითად ფასი ნებისმიერ პროდუქტზე პურიდან დაწყებული და რა ვიცი ვისკით დასრულებული ორჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე საქართველოში ხო რო შევდივართ ხოლმე მაღაზიაში და რაღაც ნუ რაღაცას რო ვიძენთ ხოლმე სურსაც ოთუს აღნიშნავთ ხოლმე ბიჭები ქართველები რომ მაგის დედავატირეს ჩვენთან ომი არ არის და ორჯერ სამჯერ ძვირია ყველაფერი ხო ეგეც სიტუაცია მადლობა სანამ დაგემშვიდობები ხوارე რამე ისეთ თქმაც დამატებაც გინდოდა შენი მხრიდან ზოგადად ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ძალიან მახარებს ყოველდღიური გიზგიზი რუსების ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების ისევ და ისევ გავატარებ ანალოგს მეორე მსოფლიო ომთან, როდესაც მოკავშირეებმა გერმანიას და იაპონიას გაუნადგურეს ნავთობის სამრეწველო ხაზები, ქარხნები და ხაზები და საბოლოო ჯამში ეს დასრულდა გერმანიის და იაპონიის სრული კრახით, ხო? იგივე ტენდენცია ეხლაც უკვე რა ვიცი რამდენიმე დღის წინ 21% ქონათ უკვე დანაკარგი ამ ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების. ეხლა ახალი ისინი გამოჩნდა ფლამინგოები, ახალი დრონები კიდევ უფრო έτσι ზუსტი და შორსმავალი. შესაბამისად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მალე რუსებს საკუთარ ქვეყანაში გაუჭირდებათ ალბათ საწვავის ბენზინის და დიზელის შეძენა. მით უფრო რომ ზოგიერთ ოლქში უკვე უჭირთ, აღარ იყიდება ზოგან. რაც ძალიან დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას. დიდება უკრაინას, დიდება თქვენ, მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, დროებით მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობები. კარგად იყავით, კარგი. ჩვენ გავაგზავნოთ საუბარი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ კი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ძალიან გთხოვთ ახლა გამოიწეროთ და ლაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში და კიდევ ერთხელ მადლობა ერთგულ მაყურებელს, ირაკლი მახსენა ფლამინგოები და მოდით ვილაპარაკოთ ამაზეც, როგორც ერთ-ერთ ეპიზოდში უკვე თქვი, უკრაინელები ამას უფრო მეტად რაღაცა ფრთოსან ბომბს ეძახიან, ვიდრე ფრთოსან რაკეტას, ასევე არის საუბრები იმაზე, რომ ეს უფრო მეტად რაღაცა შორსფრენი დრონია.
ვიდრე რაღაცა უფრო მეტი გამოჩნდება ამას და ჩვენ ნახეთ ყოველ შემთხვევაში ამას ამტკიცებენ უკრაინული წყაროები, რომ ფლამინგოების მოხდა საბრძოლო გაშვება, ასე ვთქვათ, და ყირიმში დაარტყეს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. და იქ საუბარი იყო, რომ დაახლოებით 5 კატერი განადგურდა და ასევე თვითონ უშუალოდ შტაბის ტერიტორია. ეს არის ის მონაკვეთი, რა მონაკვეთიც, ასე ვთქვათ, ესაზღვრება მატერიკს, უკრაინის მატერიკს, ყირიმის ნახევარკუნძულის და იქ რომ ასე ვთქვათ განხორციელდა დარტყმა, ეს სიმბოლური არის. უნდა ითქვას, რომ ასე ვთქვათ, ამ დროის მონაცემებით და ინფორმაციაც გვაქვს, ფლამინგოს აცდენა დაახლოებით 14 მეტრის დიაპაზონში აქვს. 14 მეტრი ველზე, ასე ვთქვათ, არ არის ძალიან დიდი ფართობი, თუმცა, როდესაც წარმოვიდგინეთ, რომ რაღაც 3000 კილომეტრის დაშორებით კონკრეტულ შენობას ან კონკრეტულ სამიზნეს უნდა გაარტყა რაკეტა, ამ შემთხვევაში 14 მეტრიანი აცდენა საკმაოდ დიდია, ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ფლამინგოების მხრიდან მოხდება ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე, აი ასეთი ტიპის საბრძოლო დატესტვა, იმისთვის, რომ ნახონ, რამდენად, ასე ვთქვათ, შეუძლია რა მანძილზე რეალურად შეუძლია ფრენა, რა ტიპის ზიანს აყენებს მოხვედრის შემთხვევაში, რამდენი არის გადახრა და გადაცდენა რეალურად სამიზნისგან გარდა ამისა, როგორ შეუძლია მას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებში, ასე ვთქვათ, ლავირება და გაძრომა, ასე რომ ფლამინგოზე დიდი მედებს ამყარებენ უკრაინელები და რა თქმა უნდა ჩვენც უკრაინის მხარდაჭერები, თუმცა ნახოთ რეალურად როგორ განვითარდება მისი სერიული წარმოება და უფრო მოდერნიზება, მოდიფიკაცია და იმ შედეგზე გასვლა, რაც უკრაინელებს სურთ, რაც შეეხება ავტოგადამამუშავებელი, ასე ვთქვათ, ქარხნებზე დარტყმას, სასიამოვნო რომ ინარჩუნებენ უკრაინელები ტემპს, აქ შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის, რომ დაიბომბოს ეს გადამამუშავებელი ქარხნები, არამედ ინტენსივობა შენარჩუნდეს იმისთვის, რომ დაბომბვებს შორის რუსებს არ ჰქონდეთ საშუალება აღადგინონ ისინი და ამისთვის, ასე ვთქვათ, აუცილებელია ამ ინტენსივობის გაზრდა. ახლა რომ დაუბრუნდეთ, ასე ვთქვათ, რუსეთის მიზნებს, მას შემდეგ რაც, ასე ვთქვათ, საზაფხულო კამპანია პრაქტიკულად ჩავარდა და ახლა საუბარი დაიწყო საშემოდგომო კამპანიაზე და ამ შემთხვევაში შედარებით უფრო მოგრძალებულები არიან მათ მიზნებში და ამბობენ, რომ აუცილებელია, რომ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე საბოლოოდ გავიდნენ, ეს არის მათი საშემოდგომო შეტევის მიზანი, ნახოთ რა გამოვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეინიშნება დონეცკის ოლქში რუსული სამხედროების, ასე ვთქვათ, მობილიზება, გადასხმა ძალების, როგორც ასე ვთქვათ, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქიდან, რაც იმას გულისხმობს, რომ ნამდვილად ემზადება რაღაცა მასიური შეტევისთვის, ნახოთ რა გამოუვათ. აქ შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანი არის კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი, აი ამ ქალაქების აგლომერაციის, ასე ვთქვათ, დაკავება რუსეთისთვის, იმისთვის, რომ მერე უკვე მარტივად გადავიდნენ, ასე ვთქვათ, დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ნახოთ აქედან რა გამოვა. დახვდება თუ არა ისევე მომზადებული უკრაინის შერაგებული ძალები აი ამ საშემოდგომო კამპანიას, როგორცაც ზაფხულის კამპანიას დახვდნენ და პრაქტიკულად ზაფხულის კამპანია ჩაუვარდათ. ერთი ასეთი იდეა არის გაჟღერებული, რომელსაც წინა კვირაში საერთაშორისო მედიები წერდნენ, რომ თითქოს ტრამპი ცდილობს დაარწმუნოს ევროპელები, რომ თავის მხრივ ევროპელებმა ზელენსკიზე მოახდინონ ზეცოლა, რომ აი ამ შეხების ხაზზე, საოკუპაციო ხაზზე მოხდეს 40 კილომეტრის სიღრმის ბუფერული ზონის შექმნა, იმისთვის, რომ რაღაცა რუსეთი დათანხმდეს გარკვეულ სამშვიდობო პირობებს. ჯერ ერთი თავისთავად უკვე ის, რომ რაღაცა ტრამპი ევროპელების გავლით ცდილობს ზელენსკის ზეწოლას, თავისთავად ბევრს მიუთითებს, როგორც ჩანს, ტრამპმა საბოლოოდ ხელი ჩაიქნია ზელენსკის ზეწოლაზე, იმიტომ რომ ევროპელები მას, ასე ვთქვათ, ხარში უდგანან. რაც შეეხება აი ამ იდეას 40 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას, ეს იმდენად აბსურდია, რომ დარწმუნებული ვარ, ევროპელებიც კი ეთქვიან ტრამპს, რომ ეს არ გამოვა, არათუ ზელენსკი და ახლა ვეცდები აგიხსნათ რატომ, რომ წარმოვიდგინოთ 40 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქში, ეს გულისხმობს, რომ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, რომელიც ახლა გამაგრებული აქვთ უკრაინელებს, ის უნდა გახდეს, ასე ვთქვათ, დემილიტარიზებული ზონა, გავიდნენ სამხედროები, გავიდეს შეიარაღება, რაც რუსებს საშუალებას მიცემს დნეპრის ფორსირებას მარტივად და შემდეგ აღებას უკვე ხერსონის და ზაპოროჟიეს
ზაპოროჟიის ოლქის სრულად და ეს კიდევ გავს იმ ცდილობას, როდესაც იძახიან რუსები, რომ აი დონეცკი რაც ბრძოლით ვერ ავიღეთ თქვენი დათმეთო, ასე რომ თუ კი 40 კილომეტრიანი ბუფერი ზონა ამ მონაკვეთზე შეიქმნება, ეს ნიშნავს, რომ ორი ადმინისტრაციული ოლქის მთავარი ქალაქი, დედაქალაქი, ასე ვთქვათ, ხერსონის და ზაპოროჟიის, თავის მხრივ ქალაქებსაც ხერსონი და ზაპოროჟიე ქვია, უნდა გადავიდეს რუსების კონტროლქვეშ უბრძოლველად, რაც შეეხება ჩრდილოეთით, თუ კი ასეთი ბუფერული ზონა შეიქმნება, უკვე გამოდის, რომ პრაქტიკულად დაცვა მოეხსნება დნიპროს, ქალაქ დნიპროს და ქალაქ ხარკივს, შესაბამისად დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქის, ასე ვთქვათ, აი ამ 40 კილომეტრიანი ბუფერის შექმნა ამ საფრთხეს შეუქმნის, ანუ თუ კი დათანხმდება უკრაინა ამ 40 კილომეტრიან ბუფერულ ზონას, გამოდის, რომ ხარკივი, დნიპრო, ზაპოროჟიე და ხერსონი ეს 4 დიდი ქალაქი დაცვის გარეშე დარჩება და დაცვის გარეშე დარჩენილ ქალაქებს რამდენად მადის აღძრელად შეიძლება ჩანდეს ის რუსეთისთვის, ალბათ ამას ბევრი საუბარი არ უნდა. და ასე ვთქვათ, ბოლოს გადავიდეთ ჩინეთში, სადაც სოფლიო პლანეტა დედამიწის მაცხოვრებლების 40%-ს ვინც გაკარგავს, პრაქტიკულად ის ხალხი შეიკრება და სოფლიო ეკონომიკის 30%-ის გამკარგავი ხალხი შეიკრება პრაქტიკულად იქ და ჩვენ გავიგეთ სი ძინპინის შეთავაზება ინდოეთის მიმართ, რომ დროა სპილომ და დრაკონმა ერთად ცეკვა დაიწყონ. მიუხედავად იმ, ასე ვთქვათ, უთანხმოებებისა, რომელიც ჩინეთს და ინდოეთს აქვს, ტრამპმა მოახერხა მისი გენიალური სულებით და ეს ორი, ასე ვთქვათ, ერთის შეხედვით აპრისპირებული მხარე გააერთიანა და აქ მიუხედავად ამისა, ერთი საგულისხმო ფაქტია, რომ როდესაც სპილოზე და დრაკონზე იყო საუბარი, არავის უხსნებია დათვი. და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი იქ მწითელი ხალიჩით მიიღეს და საკმაოდ პომპეზურადაც, როგორც ჩანს, სი ძინპინი მაინც უფრო ვასალად აღიქვამს პუტინს, ვიდრე თანასწორ პარტნიორად. აქვე კიდევ უნდა აღენიშნოს შემდეგი გარემოება, რომ ჩინეთში ამ ღონისძიებაზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობა იქ იყო, გამოკლებით საქართველოსი, მოლდოვის და უკრაინის. და ესეც ერთგვარი მიმანიშნებელია სი ძინპინისგან რუსეთის მიმართ, რომ ხომ ხედავ, მე შემიძლია თავი მოუყარო ყველას შენგან განსხვავებით, იმიტომ რომ რუსეთში დიდი ხანია პრინციპში არა, ბოლო პერიოდია, საკმაოდ დაეძაბა ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთი როგორც ცდილობს მისი გავლენის სფეროდან გასვლას ვიცით და დიდი ხანია ეს ყველა ერთად, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ესენგე, რაც დაიშალა დსთ ქართულად, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მას შემდეგ დიდი ხანია ვეღარ შეკრიბა პუტინმა, ხოლო აი სი ძინპინმა ეს შეძლო და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იცი რა არის, აი აქ არაფერი შეგეშალოს, მე ვიქნები ბატონ პატრონი აი ამ სივრცის, ასე ვთქვათ. აქვე უნდა კიდევ ერთ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება, საკმაოდ ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ რუსეთმა როგორც იქნა შეძლო და სილა სიბირი 2 აი ამ სათაურით ახალი მემორანდუმი გააფორმა რუსეთ-ჩინეთს შორის ახალი გასადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს თითქოს რუსეთის სურვილი იყო, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოსკოვის საბირჟო ბაზარმა უცნაურად ირეაგირა ამაზე და გაზპრომის აქციები 3%-ით შემცირდა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის დეტალები გასაიდუმლოებული არის, მაინც როგორც ჩანს, ინსაიდერული ინფორმაციებით საფონდო ბირჟაზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთისთვის კაბალური პირობებით დაიდო, შესაბამისად გაზპრომის ფასი დაეცა. აქ კიდევ უნდა ვისაუბროთ რამდენიმე გარემოებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კი ეს შეკრება საკმაოდ დიდი ეკონომიკების შეკრებაა, თუმცა აქ ძალიან ერთი ნიუანსია, ისევ როგორც პუტინი იტყვის, ეს ეკონომიკები არ არიან, ასე ვთქვათ, შემქმნელი ეკონომიკები, ისინი არ არიან გამომგონებლები, ეს ეკონომიკები არ დგას ინტელექტუალურ საფუძველზე, ასე ვთქვათ, ისინი ძალიან კარგი მომპარავები არიან. ისინი ტექნოლოგიებს კარგად იპარავენ და შემდეგ ავითარებენ, ხშირ შემთხვევაში ხვეწენ კიდევაც, მაგრამ აქ თავარი ამბავი ის არის, რომ თვითონ გამომგონებლები არ არიან, ან ეყრდნობიან ბუნებრივ რესურსებს, ან აი ამ მოპარვას. შესაბამისად, ჩვენ ახლა გვაქვს მიღებული რეალობა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება, ასე ვთქვათ,
დემოკრატიები, სადაც არის საბაზრო ეკონომიკა და ავტოკრატიები, სადაც არის ასევე საბაზრო ეკონომიკა. თუ კი ვთქვათ ცივი ომის პერიოდში ეს იყო ასე ვთქვათ საბაზრო ეკონომიკების და ეგრეთ წოდებული გეგმიური ეკონომიკების ჭიდილი, ეხლა ჩვენ გვაქვს საბაზრო ეკონომიკები ორივე მხარეს, ერთ მხარეს არის დემოკრატია, მეორე მხარეს არის ავტოკრატია. დემოკრატიები ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ რთულად იღებენ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ კონსენსუსი ჭირდება, ავტოკრატიებისგან განსხვავებით, სადაც ერთი მუშტის დარტყმა საკმარისია, თუნდაც არაეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ აი ამ ჭიდილს უყურებთ ახლა ჩვენ და აი ამ ჭიდილში ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ არის სამი გამოსავალი. და ეს რეალობა ჩვენ მივიღეთ ტრამპის პოლიტიკის გამო, როდესაც ის, ასე ვთქვათ, გაუგებარია, კარგად რას ცდილობს. ერთის მხრივ ის ცდილობს, გასაგებია, რომ ვთქვათ, რუსეთი გამოგვიჯოს ჩინეთს, თუმცა ეს ფაქტია, რომ არ გამოსდის და ჩვენ დგავართ რეალობის წინაშე, სადაც გვაქვს სამი გაგრძელება. ერთი გაგრძელება, სადაც უკრაინა იმარჯვებს და ვთქვათ, გამარჯვება შეიძლება არ იგულისხმებოდეს მაინც და მაინც ის, რომ სრულად აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა თუ კი უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, გახდება ევროკავშირის წევრი, გახდება ნატოს წევრი, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ დასავლური ცივილიზაცია, ასე ვთქვათ, იქნება წარმატებული და ველი, სადაც ის არის დომინანტი, მსოფლიო დომინანტი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკის მეთაურობით, მთელი დასავლური ცივილიზაცია შეინარჩუნებს ამ სტატუს კოს. მეორე უკვე არის ვერსია, სადაც უკრაინა მარცხდება. ეს გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ხდება რეგიონული ლიდერი მთელს ევროპაზე, ევროპულ სივრცეზე. შესაძლოა ამერიკამ ამ შემთხვევაში ავტონომიურობა შეძლოს და იქ სადღაც თავის ატლანტიკურ სივრცეში იყოს ჰეგემონი. მეორეს მხრივ რუსეთი უკვე ევროპაზე ჰეგემონიას განაგებს, ხოლო ჩინეთი თავის სივრცეში იქით ცენტრალურ აზიაში და მოკლედ აზიის ჰეგემონი ხდება და აქ ვიღებთ ასე ვთქვათ სამპოლუსიან სამყაროს, სადაც ამერიკა პოზიციები დასუსტებულია, ევროპა რუსეთის კონტროლის ქვეშ არის, ხოლო ჩინეთი არის ჰეგემონი თავის ტერიტორიაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახლა რუსეთის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკაზე ძალიან არის დამოკიდებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირიბი გავლენა ამ შემთხვევაში ჩინეთს ექნება ევროპაზეც. შესაბამისად, რჩება კიდევ ერთი მესამე განვითარება და ეს მესამე განვითარება არის ბრძოლა, ომის გაგრძელება გამოფიტვამდე. და ამ შემთხვევაში სწორედ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ევროკავშირი, ევროპა ამიტომაც ცდილობს დაარწმუნოს ამერიკა, რომ ამ ბრძოლიდან არ გავიდეს, ეს ბრძოლა გაგრძელდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში დასავლური დემოკრატიების ჰეგემონია დასრულდება, სამყარო, რომელიც მოწყობილი არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სამართლის წესებზე დაინგრევა და საერთაშორისო სამართლის წესრიგზე დამყარებული სამყარო თუ კი დაინგრა, ჩვენაერ ქვეყნებს რა ბედიელის ალბათ გასაგებია, მარტივად გადაყლაპავენ ავტოკრატები, მით უმეტეს რომ რეგიონულ ჭრილში აქ ცხოვრობთ, სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი დასავლეთი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი დასავლური ინტეგრაცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლის ნორმების, ასე ვთქვათ, ქვეშ ცხოვრება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა იყოს დაცული, ჩვენი მშვიდობა იყოს დაცული და ჩვენი თვითხოვადობა იყოს დაცული. შესაბამისად, ეს კარგად ესმის ევროპასაც და ამიტომაც აგრძელებს უკრაინის დახმარებას. ხვალ უკვე დაგეგმილი არის მორიგი შეხვედრა საფრანგეთში, სადაც იქნება ასევე ზელენსკი წარმოდგენილი, სადაც ისაუბრებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ნახოთ, ამერიკელები ამბობენ, რომ ისინი არ ჩამოვლენ, თუმცა შეიძლება ან ჩაერთონ, ან შეცვალონ გადაწყვეტილება და ჩამოვიდნენ. მოკლედ ასეთი რეალობის წინაშე ვართ გასული კვირის შემდეგ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც განვითარდა უკრაინაში და უკრაინის გარშემო. მადლობა, რომ იყურებდით, მადლობა, რომ ხართ არხის გამომწერები, თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა ის დროა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააგზავნოთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, ნახვამდის დროებით.